Feels little bit. Თავის ბუნეს ფარაგზა, მაგრამ აშკარად რა მაყოლებს. აგებში წყალი შემივიდა, მაგრამ ეხლა ვეღარ მივბრუნდები. ნახშირი არ მაქვს ტაძარში მინდა შესვლა. წვეთი დამეცე პირდაპირ ხელს. კინძი მინდა. რა იცი, კიდე გადავხედა ორი ნაბიჯი რას შემომთავაზებს. ხოდა კიდე ჩვენს მეორადებს ჩაუვლი. რაღაცა იქნებ ვიპოვო თუ არა და შოპ მარინაში დევერეკები ხვალე. რამე მინდა ახალი. სუდია თბილისის თაოლი წუწუნებდი იმ დღეს რომ რა არის თქო მთების იქით თუ რამე ხდება არ ვიცი თქო მეც მინდა გუდაუშვა პურიანში თქო ყველგან მინდა თქო მიყვარს ცხოვრება თქო და ვისაც ეწუწუნებოდი ასე მითხრა თუ მიყვარს მოვაო და მოვიდა სამწუხაროდ უნდა ვიარ წავედი ახლა მე სხვირი როგორი ლოჯიკაცი ვიცნობ ჩემო ბავშვობის მეგობარმა მომართვა მამამის ყავს ტიპა და ასე ვწურავ. აქ გავამზადა უკვე კინძი, ცოტა წითელი წიწაკა და ცოტა უხრაფოშიც, იმიტომ რომ ძალიან მწვანე მიყვა. აქ დუხს უკვე ჩემი ბაჰარი, დაფნის ფოთოლი, ხალხი და სტაფილოსაც უშოვე ხოლმე, მაგრამ ახლა შევიკავე თავი, მოდი გავაგრძელოთ. ძალიან მიყვარს და თან ყველაზე ისეთი ემოცია რაც წამოიღო ჩემ ბავშვობის მეგობრის ერთად გაზრდილები ბაღის სკოლა მეზობლები მამიკოს აქვს ტბა და ეს მის ტბაზე წნორის თევზია მის ტბაზე დაჭრილი მის ხელით გამოშიგნული გასუფთავებული დაჭრილი ხოდე არ მეშლი არაფერში ნაცვლეტებს ვიღებ შეგცივდა დავხუროთ ხდება კიჟდები წვანილზე, პურზე და ნახშირზე წავედი. მეტი არაფრის ყივას არ ვაპირებდი. აი ეს მწვანილი 3.25 ღირსა. აუცილებლად ქოთნებში დავიწყებ დარგვას. მე ამ ტურტლიან მწვანილში რომელიც ღირს ესეთი ძვირი და მე კიდე სოდა უნდა დავახარჯო და კიდე მარილიან წყალში უნდა მედოს ცოტა ხანი. ხალხს გადავაკიდე ოლივიეს სალატს. ის ბარდა არ მომეწონა ორი ნაბიჯის და ესეც ფასდათმობაში იყო და რო დავინახე მეთქი მინდა. ეს მინდა იმისთვის რომ გავყინავ და ძალიან გემრიელი შავი ღვინო მაქვს და კუბიკებით ჩავალაგებ. ნიკოს საყვარელი პური. ფასდათმობაში ედა უყვარს რაცნა ჩემი აღმოჩენა მე არ ვჭამ ჯემებს ტკბილეულს მაგრამ ცორს ძალიან მოხდება და დაბადების დღეზე ვაპირებ წასვლას და მისთვის შევიცი ჩემი სიძველველი მაიონეზი რომელიც ვატყობ რომ აღარ მძულს ისე სასტიკად
ლიბრის აქ ეს თინუსი და რომ წავიკითხე ბანგკოკი ამწარმოებელი და ტაილანდია და უფრო მეტი პატივისცემა ჯოგ არა ის ძალიან გემრიელი არ ვიცი მას მაქვს დიდი თევზის დღე ეს არის ნორვეგიული ორაკული სიონკის ფილე ლიმონში და ზეთში ფაქტიურად არაფერი არ არის მაგრამ სხვა თევზს ვერ ვაჭმევ შესაბამისად გამოდგება ეს დავადგე ოლივიასთვის კარტოფილი ერთი საცდავის ტაფილა რომელიც მეგონა რომ ერთი არ მქონდა და მეტი მქონდა ორი კვერცხი ჩავალობ ახლა სოდაში მწვანილებს და შევქმნათ ოლივია და სანამ ეს მოიხარშება მე ჭუპი შეშევარ იმიტომ რომ ძალიან შემცივდა მოედი ეს კომუნისტების გადმონაშთიც და ყველასგან რატომ მეგემრიელება ვერ გეტყვით არც მაიონეზი მიყვარს არც ოლივია არ მიყვარდა ყობა ახალი წელი შემიყვარდა იმდენად არ მახსოვდა როგორ ვაკეთებდით რა თქმა უნდა ყოველ ახალ წელს ვაკეთებდით ძალიან ლამაზი ბანკაზე დასაფარებელი მქონდა არკინები იყო და იმას დავაჭერდით ხოლმე და დედა დაგვიდებდა ხოლმე და ჩვენ ვამზადებდით მე შეანელებდა ხოლმე მაგრამ დავცადო იქნება ნიკას მოეწოდოს არ მახსოვს დედა რას ეძახდა იმ სალატს აკეთებდა შპროტით და ახლობით ესეთი რაღაცებით იწყობოდა ხოლმე რა მომენატრა დღეს დავინახე ის ლანგარიც რაზეც აკეთებდა ხოლმე ესე იგი მიადგა ეს ნიკოლოზა ამ ჩემი ფანჯარას მიეწება და უნდა და გარეთ გასვლა ძალიან მიყვარს ხოლმე იმ ადამიანების, რომლებსაც გონიათ, რომ ჩემი შვილისაც რომ შეძლებენ, რომ მათ შეუძლიათ, რომ მათ იციან. არასდროს არაფერში არ ვარ დარწმუნებული, არც ერთ ეტაპზე არაფერში არ ვთვლი, რომ სადმე განვითარდი, რამე გავაკეთე. ძალიან მიჭირს მაგ თემაში ნარცისიზმში გადასდის. როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს შენ თავით კმაყოფილი, შენ ახორდე ვიღაცას რაღაც შენ დაჯერებულს, ანუ ვეუბნები რომ კასტილებს დაჭერდება უეჭველი ჯაჭვების დამაგრება, შენ რო თოლში შეძლო გაიარო. არა, გავივლი, ანუ როგორ ვერ გავივლი და მე რო ეწინააღმდეგებოდ ვიყო ხდება რომ ვერ გაივლის. ძალიან მოწოდებიან ასეთი ადამიანები. იმედი ამას ბავშვურად აქვს და მე გადაუვლის ეს რომ რაღაცები იცის და რაღაცებში ძალიან მაგარია და ძალიან სირცხვეულია ხალხო ამასაც იგივეს ვეუბნები ძალიან სირცხვეულია მოდის ხალხა გაჟღერება შენ გულში რამდენიც გინდა იფიქრე რომ ძალიან ლამაზი ხარ რომ ძალიან განვითარებული ხარ რომ ძალიან განათლებული ხარ რომ ყველაზე მაგარი ხარ და შენ იფიქრე ფიქრს არავინ არ გიგრძელოს მაგრამ ნებისმიერი ადამიანი ჩემი შვილიდან დაწყებული მაგას რო ამბობს რომ ის იმსახურებს ის შენ თავს გამეტებს იფიქ ჩორტო ვინ შენ ფეხები ხარ საერთოდ სად განვითარდი რით განვითარდი რითი ხარ ჩემზე მეტი ხა მე გითხრით რომ გიზიარებთ ჩემს ცხოვრებას და თქვენ ხომით ბედნი რა სისულელია მე ვიღებ პირველ რიგში ამით ბედნიერებას ძალიან ბედნიერდები თქვენთან ურთიერთობით ანუ რომ იწერთ ხოლმე რომ მისაბაძი ხარ საერთოდ არ ვთვლი რომ მისაბაძი ვარ საერთოდ არ ვთვლი რომ ღმერთმა არ გაჩვენოთ იმდენი ჩემს ცხოვრებაში რაც მე გავიარე რასაც გავდივარ კიდე და არ ვამბობ ანუ ეს ძალიან პირადულია და ძალიან ისეთი რაღაცებია რაც ვიზიარებთ ხოლმე მაგრამ ასეთი თვითდარწმუნებები საიდან გააქვთ ცოტა მეც გამიზიარეთ სულ ცოტა დამჭირდება მე მეტი არ მჭირდება იმიტომ რომ არაფერში არ ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული ჩემ თავთან მაქვს ხოლმე
ეს ვფიქრობ, რომ ჯანსაღია. ადამიანი, რომელსაც გონია, რომ ყველაფერს შეძლებს, იმას არაფერი არ შეუძლია. ხო, ხა რაღაცა ისეთი მომენტები, რომ ეს ადგილს გავაკეთებ და იატაკს მოვწმენ და სახში არ მექნება ზედმეტი ნივთები. ეს ძალიან ნორმალურია, მე ამას საქმეში არ ვთვლი. საერთოდ არ ვთვლი არაფერში და ძალიან გავუბრაზდი ხა ჩემშვილზე და ასეთი რამდენია გარშემო. ერთი რამე არის ყველაზე მაგარი. არავინ არავის მეტი არ ვართ. არავინ არავის მეტი არ იცის. მე მინახავს 8 კლასს დამთავრებული არასაშუალო განათლებით უსაინტერესო ადამიანი. აი შეიძლება გაგიჟდა ცოცხალი ენციკლოპედია ნებისმიერ საკითხში და პოლიტიკაშიც რომ ძალიან ადეკვატურად, ჩემთვის ადეკვატურად უპასუხია. ან შემოსულა ჩემთან. მინახია მაგისტრატურა დამთავრებული, გამოერთადგილებული. ანუ თქვენ თუ 2 კლასი ისწავლეთ, ან მე-13-ს დაამატეთ კლასი, არ ნიშნავს იმას, რომ მაგარია ხარ. დღეს იმხელა ლექცია, მეორე ლექცია, ფიქრობდი, რომ ჩამართე როგორ ვეჩხუბებოდი, მაგრამ არ გადავიფიქრე, იმიტომ რომ ძალიან ჩვენია. შენ რამოდენიმე ენა რო იცი, არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ჩუმათროა და ახმას არ იღებს, იმან არ იცის ორჯერ შენზე მეტი. ცოტა თვით დაჯერება დამიმატოს ღმერთმა იცოდა. იმაში არა რომ მე ოჯახს წავუძღვები, მე გააზრებულად ჩავაქრე შუქი. მორშა კონცერტი ისეთი შემართებით ვლანძღავდი ალბათ 40%-ს. ხო, ნუ გაქვთ თქვენ თავზე წარმოდგენები, ძალიან სამარცხვინო ჩემთვის. ნუ გჯერათ, რომ რაღაცები შეგიძლიათ და მაგრები ხართ, ჩემ ფეხები ხართ, ნებისმიერი ადამიანი, ერთი წამია, სკაპ და მორჩა. ნუ გონიათ, რომ ვიღაცაზე კარგად რაღაცებს აკეთებთ. ან რამე უფრო კარგად შეგიძლიათ ეხა. TikTok-ში ვარ ჩართული და ერთი ჩვეულებრივი შეფმზარეული ამზადებს რაღაცას, ვიღაცამ დადო რომ იმაზე კარგად ქნა და ნუ იქ ატყდა ამბავი, ჩადო მიწაში ამოიღო, გადასცა. ძალიან სირცხველია. ყველა შეგვიძლია ყველაფრის კეთება. ყველა შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ. ბევრი ვისწავლოთ. ვიყოთ ძალიან კარგები, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და ყველაზე დიდი განვითარება კიდე ადამიანისთვის სიახლეების ძებნა. სახში ოთახში ვერავინ ვერ განვითარდებით. ანუ ბაღი სკოლა იმისთვის იყო მოგონილი, უნივერსიტეტი, სამსახური, რომ შენ ადაპტაცია გაიარო ხალხთან, რაც მეტ ახალ ხალხს გაიცნობ, მეტი წარმოდგენა გექმნება, მეტად ვითარდები, რაც მეტ ადგილს დაათვალიერებ, მეტად ვითარდები. წიგნი შეიძლება 20 ჯერ წაიკითხო, მაგრამ აზრი ვერ გამოიტანო. კითხვა იცოდე. მაგრამ იქ რა წერია ვერ გაიგო. ხო, სამწუხაროდ დახრილი თავთავის ამბავი მაქვს მე რა. იყავით ჩვეულებრივები, არავის მეტი არა ვართ და არც არავის არაფერი არ შეგვიძლია, არც იმ ჭაბუკს ლოგინში რომ ვდორთე თავის კასტილებიანად. წავედი ახლა მე ბედნიერ კვირა დღეს გიტოვებთ. წამოვწვევი და ჩავერთვები TikTok-ის ამბებში და მე რამე საინტერესოს ვუყურებ ან წავიკითხავ.